მოგესალმებით. მე გიორგი ქავთარაძე ვარ. თქვენ უყურებთ Rush Drives. ეს კი ჩვენი დღევანდელი რაშია. მოიცა. Stop. არა, ეგ არა. ჩვენი დღევანდელი რაში. აი, ეს არის. ავტომობილი, რომელიც დღეს ჩვენ არხს ათხოვეს, ძალიან ბევრ კითხვას დასვავს. და აბსოლუტურად ყველა კითხვას ერთად მინდა რომ გავცეთ პასუხი. ამიტომ აუცილებლად ხალხის აზრსაც დავიხმართ აქ. არა მარტო თქვენს კომენტარებში, არამედ ვიდეოში ნახავთ იმ მონაკვეთსაც, სადაც ვეკითხებით ადამიანებს, თუ რას ფიქრობენ, ეს გრილი უნდა იყოს ვერცხლისფერი, თუ ლამაზია შავი. მოსტონთ თუ არა ჰაშის ფორმის ფარები. მოსტონ თუ არა ეს რაღაცნაირი გრძელი ყუთოვანი ფორმა, როგორც Defenders ან სხვა ბრენდებს, სხვა კონკრეტულ ავტომობილებს აქვთ. არის თუ არა რაღაცნაირად ელექტრომობილური ვიზუალის თუ ეთყობა, რომ შიდაწვისძრავიანი ავტომობილია. ძალიან ბევრი კითხვა დაისმევა. იმასთან დაკავშირებითაც კი თუ როგორი დისკები არის, ესეთი ჯობია თუ ისეთი ჯობია. ვიღაცა შეადარებს RAV4-ს, ვიღაცა შეადარებს Highlander-ს, ვიღაცა შეადარებს Defenders. ესე პირდაპირ კონკურენტები რეალურად არიან სრული ზომის 3 რიგიანი ან 2 რიგიანი SUV ჯიპები, ესე რომ ვთქვათ, ეს ავტომობილები და ფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ავტომობილი ყავს, რომელსაც შეგვიძლია ეს კონკრეტული ჩვენი 2025 წლის Hyundai Santa Fe შევადაროთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რადგანაც და დღეს ჩვენ ეს ავტომობილი ხვდა სულ ახალი 1000 კილომეტრიც არ აქვს გავლილი, ცენტრის ავტომობილია, უმაღლესი კომპლექტაციაა. თავისი განსაკუთრებული ფერით, მოდი ჯერ ჩვენ გავუყვეთ, ესე რომ ვთქვათ, დეტალურად, აბსოლუტურად ყველაფერს გარედან თუ შიგნიდან, რას დაუწუნებთ, რას ვერ დაუწუნებთ და შემდეგ გავარკვიოთ ხალხი რას ფიქრობს ერთი შეხედვით მაინც. პირველი რაც თვალში ხვდება, ეს არის უზარმაზარი ცხვირი და გრილი. ზოგადად ავტომობილი ისედაც დიდია, მაგრამ განსაკუთრებით ეს რაღაცნაირი ვითომ ოქტაგონში მიდისო, ეგეთი ფორმა აქვს, მაგრამ მომრგვალებულია, მოოთხუთხედვა თან ერთდროულად და რაღაცნაირად Hyundai-ზე უნდა ვთქვა, რომ პრემიუმ ხარისხის დიზაინს მაძლევს. მომწონს, არ მაწუხებს, ისიც მომწონს, რომ აქ ჰაშები გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, ფარებად, ლამაზია რაღაცნაირად, მაგრამ ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ხაზის გამსმელი Hammer-ისა? კი, მათთვის ვინც არის ავტომობილები და სამწუხაროდ შეიძლება ბევრმა იგი ფიქროს, მაგრამ რავი, Hammer-ს ნაღდად არ გავს ჩემთვის, ვაფშე სხვა ავტომობილია. პატარა გრილი, ლამაზია, მშვენიერია. აქტიური საჰაერო, რომელიც დაქოქვის მომენტში იხსნება, აქაც კიდევ ერთი საჰაერო. ძალიან კარგი ფერია. ამას ესე რომ ვთქვათ, ქართულად ეძახიან მქრქალი სპილენძის ტონის ყავისფერი. What? ხო, არ მომიგონია, პირდაპირ თარგმანი ასეთია. მატოვი ყავისფერი ჩვენ ენაზე, შეგვიძლია ვთქვათ, მატი ყავისფერი. ძალიან უხდება, მე ეს ავტომობილი სხვადასხვა ფერებში ყავს ნანხი და არც ერთი არ მომეწონა ამაზე მეტად, ყველაზე ლამაზი ეს არის. ულამაზესი 21-იანი დისკები, ეს ერთი შეხედვით ულამაზესი, შეიძლება ვიღაცა სხვა აზრი გააჩნდეს, მე ვფიქრობ, უხდება ამ ავტომობილისთვის ზედ გამოჭრილია 21-იანია, ჩვენი საბურავები რბილად დადის, კარგია, გამოვლობაზე და კომფორტზე ვისაუბრებთ ვიდეოს განმავლობაში. ფორმა რაღაცნაირად მოგწოდა არ მიყვარს. აი იმ მთლიანობაში ფორმას რო უყურებ, ცოტა ზედმეტად გრძელია ჩემთვის, მაგრამ SUV კლასია. სიგრძე, სიდიდე აქ არ გაწუხებს, აქ ამას შენ თვითონ ირჩევ, ესეთი გრძელი გინდა. აქ როგორ ჩვენ გვითხრეს, აი ამ ნაწილში, აი აქ შესაძლებელი არის რაღაც გასაღებით იღება, თუ არ ვიცი ზუსტად საიდან იღება, არ მინდა რომ ესე რომ ვთქვათ რამე დავაზიანო, მაგიტო არ ვეხები, მაგრდება კიბე.
არ მოგესმათ, კი ბემაგრდება, სავარაუდოდ ამას ოფროუდისთვის იყენებენ, ან თუ ოფროუდისთვის არ იყენებენ, ზემოთ გავენ მაცივარს, შესაბამისად, ალბათ რომ მიიწვდეთ ამ ყველაფერს, ესე რომ თქვა, სახურავს რომ მიიწვდეთ. ერთიანობაში ფორმა კარგია და აი სად იწყება ჩემი კრიტიკის ქარცეცხლი, ჩემი გაღიზიანება, ჩემი გაბრაზება, როდესაც ამდენი ნაწვალები გაქვს ამ ავტომობილზე, წინ თუ გვერდებზე, თუ შიგნით, თუ უკანა სავარძლებზე, თუ საბარგულში და აი აქ რა ხდება. აი არ ვიცი რა უნდათ. ან ეს ორი ფარი, ორი სტოპი, ან ესე დაბლა რატოა ეს სტოპები, აი არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. აი აქ რა ხდება, ვერ აგიხსნით. აქ მარტო მაგის გარდა, დიზაინის გარდა, მოიცოდეთ. ვინმეს არ ეგონას მარტო დიზაინი მაქვს, აქ მე პრობლემა, არა. ჯერ ეს ჩვენი სტოპები იმდენად დაბლა არის, ეს ჩაჩაჩულ შავლიანი ამერიკელი განგსტერები რო ძლივს დადიან ხოლმე და შარვალი რო კოჭთან აქვს, ხო იცი, აი ეგეც რა იმას თაბეჭდილებას მიტოვებს. არა. ეხლა ნახე. მაგას რო თავი გავანებოთ, კაი, აჰა, გამოვტოვე ეგეც. სანტა-ფე დამიწერეს, ესეც არ იყოს ურუსი. ანუ ბაზარი არა, შენი ბრენდია, აპიარე, უნდა იცოდნენ სახელი, მაინც კარგია, მაინც პოზიტიურ ქულებს მიცემ, ჯანდაბას ამის ხატრით. თორნიკე თუ შეიძლება ამის დაფიქსირებას აი ხმა ძალიან რთულია გამოიხატოს იმაში თუ რა მასალის პლასმასია. აი არ ვიცი რა შევადარო რა. აი რამოდენიმე ხნის წინ სახლისთვის საპურე ვიყიდე პლასმასის და აი საპურეს თავი არ ეხდებოდა, იმიტომ რომ პლასმასი აცილებული იყო ზომაში და ვარდებოდა თავსახური და ეგ პლასმასია გეგონება. საერთო ჯამში ექიდან რა უნდათ. აი რა უნდათ რომ გამოსვლათ და ამათ ეგონათ რომ ძალიან მაგარით რა გამოვიდათ, ალბათ ძალიან ბედნიერები იყვნენ. არა. როგორც ხედავთ აქაც 2.5 ლიტრის მოცულობის ტურბინირებული ძრავი. არ არის ცუდი, ნორმალურია. აქ რასაც ხედავთ განსაკუთრებულად გარდა 360 კამერისა, ეს არის უკანა ხედვის კამერა, რომელიც სარკეშია ჩამონტაჟებული. ძალიან მაინტერესებს აქ გვაქვს. აი, მომწონს. ნახე, აი აქ უკვე ჩვენი საწმენდია მინის, რომელიც ლამაზად დამალულია. დიზაინში ისე რომ არ ჩანს და აქ რაღაცნაირად არ მიატყეპეს და არ დაამახინჯეს. აი ნახე, რომ მოინდომეს რაღაც უკან გამოვიდათ, მაგრამ სანამ რა ვიცი, მაგამდე მივიდოდნენ, რამე გაეკეთებინათ ნორმალურად, ესეთი მაგარი მანქანა გამოსდიოდათ. მოდი წრეზე წასვლას არანაირი აზრი არ აქვს, ეხა აქედანაც იგივე ხდება აბსოლუტურად რაც იქიდან. მოდი პირდაპირ გადავინაცვლოთ ესე რომ თქვა ძრავისკენ და ვნახოთ ჩვენი ძრავის შიგნიდან როგორ გამოიყურება. ძრავი რომელიც გამოიყურება აი ასე, მიხარია რომ თავის დავიდა ჩვენი კაპოტი. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება, უბრალოდ როგორც წინაზე გითხარით, შეგპირდით, აუცილებლად ჩაგახედეთ ყოველ ჯერზე, საკმაოდ დიდი სივრცეა. როგორც ვიცით, ამ ავტომობილებს ასევე ყავთ 1.6 ლიტრის მოცულობის ჰიბრიდებიც. საინტერესო იქნება, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ავტომობილი არის 25 წლის კიდე გამომეორდები, 2.5 ტურბო, რომელიც რაღაც ასტრონომიულ ცხენებს და რაღაც გამოიმშვენებს, არა, მაგას არ ვსაუბრობ. რომელიც წვავს დაახლოებით 11.5 litrს საცობიან თბილისში. აი ესე დავკონკრეტდები. ეს ჩვენ უკვე დღეს ვნახეთ, კარგად გავტესტეთ, საათნახევარი დიღომში საცობში ვიდექით. შესაბამისად, შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ ჯერჯერობით 11.5 ლიტრი იყო წვა, რა თქმა უნდა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ მანქანა სულ ახალია და როგორც კი მატულობს მანქანის ესე რომ ვთქვით კილომეტრაჟი, რასაც გაივლის, ხანდახან არის ხოლმე, რომ იცვლება სიტუაცია. ძალიან ბევრი იკითხავს თუ რატომ აი ამდენი კროსოვერიდან თუ SUV-დან რომელიც არსებობს დღევანდელობაში და შესაძლებელი იყო რომ გაგვეტესტა რატომ მაინც Hyundai და Kia ბოლო პერიოდია გახდნენ პრემიუმ ბრენდი, ბოლო 5 წელიწადია ესე რომ ვთქვათ პრემიუმ ხარისხს მიაწყდნენ. მე ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მქონდა კონკრეტულად Hyundai-ის ბრენდისთვის, აგიხსნით რატომ. მე მყავდა Kia Sportage და Kia EV6 GT. ეს ორი ავტომობილი, ორივე აბსოლუტურად ცენტრის, ორივე უახლესი და აბსოლუტურად სხვადასხვა შტაბეჭდილება დამჭა Kia-ს ბრენდის მიმართ ამ ორი მოდელის გამო. Sportage, რომელიც ნორმალურად წვავდა, კარგად დადიოდა, ეკონომიურიც, პრაქტიკულიც, ყველაფერი ქონდა და შემდეგ აქეთ ყავდა ელექტრო EV6 GT, რომელიც დამეშალა ერთ წელიწადში. აი
მანქანა ჩამომექცა თავზე, რა ხდება, რა ხმაურია, საიდან მოვიდა, სკამი გატყდა, თავი გაუტყდა, რედუქტორმა ჩაშალა, ხმა დაიწყო, ახმაურდა ხარ დადიხარ და ანუ რაღაცა ხმის იზოლაცია გინდა. თან მით უმეტეს ეხა ელექტროძრავები ვაფშე ხმას არ გამოსცემენ. და დადიხარ და რედუქტორის ხმა ვის ედრება ეს ავტომობილი? მოდი რომ გავანებოთ ყველაფერს და ვის ედრება? აი ვინ არის ამის კონკურენტი? ძალიან ბევრი იძახის Highlanders, ზოგი იძახის RAV4-საც, RAV4 არ არის ამის კონკურენტი, RAV4 სრულ SUV-ში არ გადის, crossover-ში გადის. Highlander შეიძლება რომ შევადარო და მე ვფიქრობ რომ ეს ავტომობილი ჩვენი Highlander ჯობია, გარდა ერთი რამისა, რაშიც Toyota-ს ვერაფრით ვერ ჯობია, ეს არის გამძლეობა ავტომობილის თვითონ არ გულისხმობ მეტალს და ფიზიკურად ხიწმიადებს დაიჭეჭება, მაგაზე არ მაქვს საუბარი, ძრაავს, ხადავოის და ასე შემდეგ გულისხმობ. ჩვენი ავტომობილი ამჟამად არის ძალიან გრძელი. აი მე აი აქ ჩავჭრიდი ესე და ალბათ საკმარისი იქნებოდა, მაგრამ რატომ არის გრძელი? მოდი ვნახოთ. ეს ჯერ ეს მახინჯი ტრაკი ხო უნდა აეხადოს. ნუ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გრძელია და ელოდები ბევრად დიდ ადგილს, ნორმალურია, ცუდი არ არის. ვიტყოდი კიდევაც, რომ უფრო ნაკლებს მოველოდი. რა ხდება ახლა შემდეგ? შემდეგ ხდება ასეთი რამ, რომ გვაქვს მესამე რიგის ავარძლები, რომელიც აი ეს შეგიძლია ამოიტანოთ და უკან მოთავსდება პატარა ზომის ადამიანი, ბავშვი, თავისუფლად, უსაფრთხოდ, კომფორტულად აქ თავიც ამოდის. უბრალოდ შეფუთული ეხა ეს ავტომობილი ჯერ კიდევ, იმიტომ რომ სულ ახალია და არ მინდა რომ ესე რომ ვთქვათ, განვფუთო. ეს თქვენ კარგად იცით ყველამ, ვისაც ახალი მანქანები ყავთ, რომ წესია რომ მხოლოდ მე პატრონი აკეთებს ამას და მას დაუტოვოთ. კარგია, მომწონს მესამე რიგი. აი ამიტომ ვიძახი რომ ეს ავტომობილი არის მაგალითად Highlander-ის ან Defender-ის ამ მსგავსი ავტომობილების კონკურენტი. ნუ აქ ბევრი იტყვის რომ Highlander-სა და Defender-ს შორის დიდი სხვაობაა, იმიტომ რომ Highlander-ი შეიძლება ეგეთი კარგი არ იყოს off-road-ში, მაგრამ არც ეს მანქანა არ არის ესე რომ ვთქვათ ხელწამოსაკრავი off-road-ში, საშუალო off-road-ს გაუძლებს. გამომდინარე იქიდან რომ ყველაფრის მოუდი აქვს, კარგი კლირენსი აქვს, მომწონს, მაყოფილი ვარ. ესევე ლამაზად დავფარეთ, საერთოდ არ ჩანს რომ აქ მესამე რიგია, მომეწონა სხვათა შორის ძალიან ბევრ ავტომობილში, მაგალითად LX-ებში პირდაპირ ჩანს რამდენად ესე რომ ვთქვათ დიდია ის სავარძელი, როგორია, რანაირია, კარგია რომ არ ჩანს. აქ გვაქვს კიდევ ერთი პატარა სათავსო, სადაც რა თქმა უნდა ექსტრემალური სიტუაციების ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ ჩვენი საბურავი გამოვცვალოთ ამ მსგავსი რამ. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს უკვე მესამე რიგის სავარძლები, სად მიდის საბურავი? რა გააკეთა? Hyundai-მ ქვეშიდან არის ამაგრებული საბურავი, თორნიკე აუცილებლად განახებთ კადრით ამ საბურავს. მაინც იწვალეს, მაინც ცადეს. მოდი შევხედოთ ეს საბურავი, როგორც ყველა სერიოზულ თუ არასერიოზულ ბრენდში არის ნამდვილი დისკით თუ აი ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული იმის რა ქვია, ზაპასკის ისა აქვს რა ქვია. ზაპასკის დისკი აქვს. რა თქმა უნდა, აგერ ხედავთ რომ ჩვენი ზაპასკის ეგრეთ წოდებული დისკი გვაქვს. აი დავაკლებ ქულებს, მაგრამ არა ინდეს როგორც შეიძლება დიდ და ძვირიან ბრენდებს და მოდელებს დავაკლო იქიდან გამომდინარე რომ ამ ავტომობილის ღირებულება არ არის მეტნაკლებად ძვირი. მოდი ახლა შიგნით გადავინაცვლოთ თორნიკე. სანამ გადავინაცვლებთ შემდეგ ნაწილზე ჩვენი ტესტ-დრაივის, მეგობრებო, გთხოვთ, მაყურებელი ბევრი ყავს, გამომწერი სამწუხაროდ არ შეესაბამება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და გავაგრძელოთ ესე რომ ვთქვათ ჩვენი ტესტ-დრაივების გადაღება, აუცილებლად გვჭირდება სპონსორი, შესაბამისად გვჭირდება მაგისთვის ნახვებით და გამომწერებით. გთხოვთ, ვიდეოს ნახვის შემდეგ თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, ჩასკროლოთ, გამოგვიწეროთ, დაალაიქოთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო უпростоრად და კომენტარებში დაგვიწეროთ, მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ტესტ-დრაივი, მოგწონთ Hyundai Santa Fe, არ მოგწონთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, აბსოლუტურად ყველაფერი. ვინ არის ამ ავტომობილის კონკურენტი, რატომ არის ეს კონკრეტული ავტომობილი ამის კონკურენტი და განვიხილოთ ერთად რა შეიძლება იყოს შემდეგი ტესტ-დრაივი.
ჩვენი კარები, ესე რომ ვთქვათ, რომ ნახოთ როგორი არის, აქ მთლიანად აბიუკა ყველაფერი, ტყავი, ხე, მეტალი, აქაც მეტალი, არ არის პლასმასი, მე პლასმასი მეგონა და აი ხელით მოკიდ, არ არის, ეს პლასმასია. აი ეს მეტალშია, აი ეს პლასმასია. აი აქ ცოტა ტყავნარები პლასმასი შემოგვაპარეს, აქ რა თქმა უნდა პლასმასია და კიდევ ერთხელ გამეორდები, უნდა იყოს იმისთვის, რომ ფეხმა არ დააზიანოს, ტყავი არ გახიოს და საშინელება არ ქონდა და მახინჯურად არ დარჩეს. Bose-ის, როგორც გაგიხარდებათ, აუდიო სისტემა, რომელიც აი ძალიან კარგი არის, აი მართლა ძალიან კარგია. რაც შეეხება შიგნით, მოდი ჩავსხდეთ შიგნით, ბარემ ვნახოთ. რა ხდება შიგნით? აი როგორც კი ჯდები, ეს საჭი არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ფიქრობს ხალხი, რომ ზის Land Rover, Range Rover-ში აი ფორმა, ყველაფერი, აბსოლუტურად Land Rover, აი ვერ გაარჩევ, მათი საჭია, მოპარულია თუ არ არის, ვერ გაარჩევ. ასევე საჭის ღილაკები ნორმალური ხმა აქვს, არ არის ძალიან პლასმასი, აქ მეტალია გემრიელად. კარგია, ელემენტარული ფუნქციები, ელექტრონულად, კარგია, მომწონს. აი აქ პლასმასი ცოტა ხარისხიანია, მე უხარისხვა აკედები ხელით, კაი უფრო მეტად და ეხა გაგიპრაონ, რომ კაია ბიჭო რა და აი აქ სიბტყე აქვს, აი ამ ნაწილში, რომ ხელს რო ესე მაგალითად ვიღაცას გინდათ, რომ პარები აუნთოთ, რომ გადავიდეს გზიდან და გაგატაროთ მაგისთვის, რომ ხელი უკეთ მოეკიდოთ პატარა სიბტყე, აქეთაც გავსი რამ და აი აქ კი გვაქვს ჩვენი სიჩქარეების გადართვის ესე რომ ვთქვათ ბერკეტი, რომელიც ძალიან ხარისხიანია, მეტალი გემრიელად, კნოპკა აქ ესე P-ში D, R, P, ფანტასტიურია. კიდევ ერთი Range Rover Evoque-დან ამოღებული დეტალი, ანუ თუ მიბაძავს სწორად, ცუდი არ არის. კი, რა თქმა უნდა, შენი უნდა აკეთო, მაგრამ აი ესეთ რაღაცებში როცა ხვდები, რომ უკვე აღარ გშველის შენი ბრენდი და მიბაძვა გჭირდება, არა უშავს, მივიღებ ჯანდაბას. ერთ-ერთი დეტალი, რომელიც ალბათ არც ერთ ბრენდს არ აქვს, ეს არის დეზინფექცია. დეზინფექცია შუქის საშუალებით UV light-ს, რასაც ეძახიან ეგრეთ წოდებულს, აი ეგ არის მაგის ღილაკი. აი ამ სათავსოში ჩადებთ თქვენ ნივთს, დაახურავთ, დააჭერთ და ის მოახდენს დეზინფექციას. კიდევ ერთი განყოფილება, აქაც პატარა განყოფილება თუ რამის მოთავსება გინდათ. საჭეზე ვისაუბრეთ, პედლები მეტალის, გემრიელი ხარისხის სიმყარე. მოდი აი ვნახოთ სადმე ძალიან მძიმე ხმა თუ ისმის, რაც არსად არ ხდება, ბარიც მეტნაკლებად მყარია. ეხლა მე ძალიან ვეძალიანები ესე რომ ვთქვათ და ეგეც გაითვალისწინეთ. სავარძლები დიდი კომფორტული გემრიელი, რასაც ველოდებით SUV კლასში. უნდა იყოს დიდი და კომფორტული. აქ გვაქვს ესე ფეხის სამოსაწევი, ფეხის დასაყრდნობი და დასასვენებელი, კარგი გემრიელი გვერდები, ზედმეტად დიდი გვერდები არ არის, რაც შეეხება დასაჯდომს, იმიტომ რომ არ გვიშლის საერთოდ გაგრილება, გათბობა, რომელიც ირთვება აქედან. შვენიერია, მომწონს. ერთი დეტალი, რომელსაც მერეც ვახსენებ და ეხაც მინდა რომ ვახსენო, ეს არის ჩვენი ჭერი, რომელიც არ არის ალკანტარა, მაგრამ არის ძალიან კარგი ხარისხის მატერიალისგან გაკეთებული. ჩვენი პირველი პანორამა, გვაქვს ასევე მეორე პანორამაც, ეს პანორამა ხელით იწევა, უკანა თავისით იწევა, კარგია. ყველას თავისი პანორამა რო აქვს, ეს კარგია, ვიღაცას უნდა, ვიღაცას არ უნდა და ერთიანის გადახდა ჯობია ცალ-ცალკე იყოს. კმაყოფილი ვარ, მოდი ახლა გადავინაცვლოთ უკანა სავარძლებზე, ვნახოთ ტევადობა და შესაძლებლობები, როგორც მეორე რიგში, ისე მესამე რიგში. აქ გვაქვს კაპჰოლდერები, აქ გვაქვს ღილაკები, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი სავარძლების გათბობის და ფანჯრის აწევა-ჩაწევის. არ მომწონს, ძალიან პლასმასია, უკეთეს შეიძლებოდა. კაპჰოლდერები ნორმალურია, ცუდი არა, ზომა კარგია, ყველაფერი ჩაეტევა, აი მაღალი ბოთლის გარდა ალბათ, რომელიც აქ მიერტყმევინება და მიედება, შეგვიძლია აქ ამ შემთხვევაში ესე ვცადოთ და ნუ არა, წყალი ეტევა ადვილად ძალიან. რაც შეეხება დანარჩენს. მაინტერესებს აქ რა ხდება? ძალიან მაინტერესებს. ვაუ, ოკეი. აქ ის სათავსო, რომელიც ალბათ ხო, ცალკეა, კი, ცალკეა ეს სათავსო და კიდევ ერთი დიდი კომფორტია. სავარძლებს მივდევ, ვცდილობ რამე ვიპოვო. არაფერი განსაკუთრებული სტიჩინგი, აი ცოტა ტყავი არის ორგან ატკეცილი, მაგრამ არა უშავს. არ გავეკიდები მძიმედ, ესე რომ ვთქვათ. ცუდი არ არის, ISOFIX-ის რა თქმა უნდა გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. პანორამა ნორმალურია, განათება ჩამოსაკიდი, არაფერი განსაკუთრებული და სერიოზული, მოდი ხელის დასადების. ნახოთ ყოველ შემთხვევაში, ჩვეულებრივი
არაფერი აქ არ ხდება არც შესაერთებელი. აი პორტი, პორტია აქ გვაქვს, შეგვიძლია ჩვენ ტელეფონები, მობილურები დავტენოთ. მოდი ვნახოთ მესამე რიგის სავარცხლები. რომელიც ასაწევი არის. მოდი ეგ სასაცილო იქნება და ვეცდები გადაძრომას. მოდი ჩვენც ვიცადოთ რამენაირად. გამოვედი ყველაფერს აბსოლუტურად. შევედი, მაგრამ ეს სავარძელი ალბათ ვიღარ თუ ვიღაცას ალბათ აი ესე დავსვათ კი, მაგრამ სხვანაირად ვერ დაეტევი. აქაც მეორე სავარძელის ჩვეულებრივად არის. უკანაც გვაქვს კაპოლდერები, შეგვიძლიათ ჩვენივე კონდიციონერი ვაკონტროლოთ. გვაქვს ასევე აუთლეტი, სადაც შეგვიძლია პირდაპირ შევაერთოთ 220 ვოლტი. შვენიერი. კარგია. ცუდი არ არის. ბავშვები დაეტევიან. მრავალშვილიანი ოჯახია ამას თავისუფლად მოიხმარს. მომწონს ყოჩა, ჰიუნდაი, რაც არ უნდა პატარა ადგილი მქონდეს და მე ვიჭედებოდი, ეს ჩემზე არ არის მაინც გათვლილი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მეგობრებო, შესაბამისად ყოჩა. კარგია. სანამ გადავალ თვითონ შეფასებაზე ავტომობილის, მოდი შეგახედებთ ერთი შეხედვით ჩვენ გასაღებს. უცხო ფორმის, საკმაოდ ლამაზი, მომეწონა, ცუდი არ არის. გაღება დაკეტვის ღილაკი, დაქოქვის ღილაკი დისტანციურად, უკანა საპარგულის გაღების ღილაკი და კიდევ ორი საინტერესო ღილაკი, რომელიც აკეთებს რას? ვაჭერთ ჩვენ დაკეტვას კიდევ ერთხელ, შემდეგ დიდხანს გვიჭირავს ავტომატური დაქოქვის ღილაკი. და თუ ვინმე გაბედა და ჩაგკეტათ ორივე მხრიდან პარკინგზე, ისე რომ მანქანაში ვერ შეძლებთ ფიზიკურად ჩასხდომას, დაქოქვის შემდეგ აჭერთ წინ წამოსვლის ღილაკს და ავტომობილი იწყებს წინ სვლას. აი ახლა იწყებს. ვა, სვანა, რატო? არა. გადავიდეთ. Всё. შეგვიძლია რა თქმა უნდა წავიყვანოთ უკანაც. ძალიან ადვილად. აქ სავარაუდოდ გეგი დააედიტებს როგორ გადავარდა ხრამში და აფეთქდა მანქანა, მაგრამ არ გადავარდნილა ისევ აქ არის. მომწონს ეს ფუნქციაც კარგია. ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რა შეფასება შეიძლება მიმეცა. და მოდი აგიხსნით ახლა მაგალითად 10 ქულიდან რატომ დაუწერე ამ ავტომობილს კონკრეტული ქულა და რა რაში დავაკელი ქულები. უკანა დიზაინის გამო დავაკელი 0.5 ქულა, ნახევარი ქულა დავაკელი. იმდენად დაეზარა თან ჩათვალეს რომ ძალიან მაგარი დიზაინი შექმნეს და ამ დროს არც შეუხედავთ ნორმალურად მაგის გამო. იმის გამო ასევე რომ არ ვიცით რამდენად გამძლე არის მათი 4 ცილინდრიანი 2.5 ძრავები. მაგის გამო კიდევ დავაკელი ასევე 1.5 ქულა. რადგან ნუ გაგვიგია ესე ვთქვათ რომ Hyundai რაც არ უნდა პრემიუმ ხარისხის გამხდარიყო, რაღაცა პრობლემები მაინც ექნება. დანარჩენი ქულები კი დეტალურად აი ესე ავხსნის ზუსტად რაში დააკლდა. დააკლდა რამდენიმე პლასმასის ნაწილში, რომელიც შეეძლოთ რომ არ ყოფილიყო პლასმასი, დააკლდათ ასევე იმაში, რომ სათადარიგო საბურავს მაინც არ აქვს კარგი დისკი, მნიშვნელობა არ აქვს. დააკლდათ ცოტა მიბაძვაში და აი ესეთ მცირე პატარ-პატარა დეტალში. ეს ავტომობილი ჩემი აზრით 803-ს თავისუფლად იმსახურებს და აქ აუცილებლად ახლა შემდეგ ვიდეოს განმავლობაში კიდევ რაც გვაქვს, ეს ყველაფერი ეხმარება ამ ქულის გაკაჩვაში. თავიდან 7.9 ვიფიქრე, ბოლოს 8.1-მდე ავედი და მოძრაობაში სიარულში ავტომობილი იმდენად მომეწონა, რომ 803-ს ნამდვილად იმსახურებს. არა, 802-ს იმსახურებს. ობიექტურები თუ ვართ, ბოლომდე ობიექტურები ვიყოთ, 803 უფრო მაღალი და ესე ძლიერი ქულაა, 802 უფრო ახლოს არის 800-თან და კი, 802-ს იმსახურებს. დიზაინში მართლა კარგია, მაგრამ არის რაღაცა დეტალები, რომლებიც არის წუნის მქონე, შესაბამისად ჩვენ აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ მეტი, რათა მივიღოთ მეტი. ამიტომ 8.2 Hyundai Santa Fe 2025 წლის კალიგრაფი.
მოგესალმებით, თქვენი სახელი? Armena. Armen. რა სიტყვით ჩვენ ავტომობილზე, როგორ მოგწონთ? Lamazica, გაია. მოგწონთ? კი. წეგან კადრის გარეთ კითხვა დაისვა, რომ ელექტრო ხომ არ არისო. რატომ მკითხეთ ეგეც რომ მითხრათ? ნუ ერთი შეხედვით ცხაურა რო დახურული იყო, იმიტომ ვიკითხე რომ ელექტრო ხომ არის, თუმცა ქვემოთ ეთყობა რომ ღია ცხაურა არის, რატა. მომწონს ლამაზი და უბრალოდ ძალიან გავს Range Rover-ს ვიზუალით, გარეგნული ვიზუალით. იმას კიდე რაღაცა ამერიკული ბრენდის მანქანა პრემიუმ კლასის ბრენდები რაც არის, აი ამერიკული შეიძლება იყოს ეს ლინკონები და რაღაცა ეს კადილაკები და რაღაცა მაგ კატეგორიასაც გავს ჩემი აზრით ეს სალონს რო უყურე. ძალიან საინტერესო შედარებაა, იმიტომ რომ სხვათა შორის ამის ერთ-ერთი კონკურენტი ლინკონს ყავს და ძალიან საინტერესო შედარებაა და მაგ გეთანხმებით აბსოლუტურად. აი, როგორ ფიქრობთ, შეძლებს მაგალითად ეს იყოს ისეთი მანქანების კონკურენტი? მაგალითად, ეხლა ესეთი ტრენდი წამოვიდა, რომ ამ კონკრეტულ ავტომობილს ადარებენ, გეცოდინებათ Land Rover Defender-ები გეცოდინებათ, Defender-ს ადარებენ. კონკრეტული მიზეზების გამო რაღაცეები აქვს მიმსგავსებული, თან უფრო ვიდრე crossover-ი უფრო ჯიპია, სრული ზომის ჯიპია. მაქედან გამომდინარე, ფიქრობთ არის შესაძლებელი ეგეთ მაგრა ავტომობილთან? ნუ ვიზუალურად ეხლა რასაც უყურებ შეიძლება რომ შევადაროთ, თუმცა ეხლა არ ვიცი ზუსტად მონაცემები, გამავლობა, გზოობაზე რა როგორ გადის ესე ვთქვათ, აქედან გამომდინარე ამ უწურავ პასუხს ვერ მოგცემ, თუმცა ვიზუალურად შეიძლება ითქვას რომ გავს და როგორც ზომებით სიმაღლე კლირენსი არ მგონია ზუსტად დისკები თუ მოგწონთ? კარგია ძალიან. რა მაინტერესებს? აი თქვენი აზრით ცენტრიდან ეს ავტომობილი სულ ახალი ავტომობილი 0 კილომეტრით გავლი. აი რა ფასში მერყევს, რას ფიქრობთ? არ ვიცი, ეხლა ეს ცოტა მიჭირს კლას გააჩნია, თუ ეს პრემიუმ კლასია, სავარაუდოდ მეტი ეღირება ალბათ 30-40 ფარგლებში ჩემი აზრით. თქვენი კომპეტენცია საკმაოდ ზუსტია, იმიტომ რომ ეს ჩვენი მოდელი კი არის საუკეთესო კომპლექტაცია, მაგრამ თვითონ მოდელის ფასები სადღაც ეგრე მერყევს, $33,000-დან $40,000-მდე მერყევს. ეს კონკრეტული ჩვენი $35,000 ღირდა. განსაკუთრებული ფერით და შიგნიდან ყველაფერი აქვს აბსოლუტურად. რას სიტყვით, აი, ერთი შეხედვით რო უყურებთ ეხა, ყველაფერსო დააკვირდეთ, დეტალებს, დიზაინს, შიგნითაც რო ჩაიხედოთ. მაგარია. ღირს $35,000? ღირს, მაგრამ მე 20 ტყი ვიყიდით ჩემთვის. გადმოვინაცვლეთ შიდა სივრცეში. სანამ გადავალ პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, ძალიან დეტალურად განვიხილავ ყველა ნაწილს რაც გვაქვს. მოდი პირველ რიგში მოვყვეთ პატარა ისტორია. ესე ვთქვათ, Hyundai-ის ისტორია როგორ არქმევენ სახელებს ხშირ შემთხვევაში არქმევენ თავიანთი გადმოსახედიდან ესე რომ ვთქვათ, ქალაქების მიხედვით არქმევენ. მაგალითი ერთი შეგვიძლია ამ შემთხვევაში ავიღოთ ჩვენი Santa Fe, რომელიც ნიუ-მექსიკოს დედაქალაქის გამო ქვია ეს სახელი, რათა შეესაბამება ამ ავტომობილს თავისი ფერებით, სტილით, გზაზე მოგზაურობით რაღაცნაირად. და ესე შეუხამეს, ეგრე არის ასევე Hyundai Kona-ც და Tucson-იც და ასე შემდეგ. ისინიც არის სხვადასხვა, ესე რომ ვთქვათ, ქალაქების გამო დარქმეული ეს სახელები, ხასიათობრივი, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება ავტომობილს, სანამ გადავალ დეტალებზე, სავარძელში, სადაც ახლა მე ვზივარ, ვარ უზომოდ კომფორტულად, არ მაწუხებს არაფერი, ხარისხიანი ტყავია, გამძლე, ძლიერი ტყავია, ეთყობა ძლიერი ტყავია, არ არის ნაზი ძალიან, შეიძლება იყოს ნაპას ტყავი არ გამოურიცხავ, მაგრამ არ გავს ყოველ შემთხვევაში შეხებით. საჭე, რომელიც არ არის ისეთი წვრილი, როგორც ეხა ტენდენცია შემოვიდა ახასიათებდა, თითქოს უფრო დაბრუნდნენ, ესე რომ ვთქვათ, უკან დროში და ცოტა უფრო მსხვილია საჭე, რაც სიამოვნებს, ჩემთვის უფრო კომფორტულია. ასევე აკაურობაც, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მულტიმედია, რომელიც აი მახსოვს თუ არ ვწდევია Walk-ის კონდა ესეთი და აი პირდაპირ ეგ გამახსენა, მაგრამ არ ნიშნავს ეს ცუდს, უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად საკუთარი თავი არ გვაჩვენეს უფრო მეტად, მაგრამ რაც ხდება სასიამოვნო, ეს არის ჩვენ გარშემო, აბსოლუტურად ყველა დეტალი არის ხარისხიანი, კარგად შემოსილი და საკმაოდ ყარი ხმას არ გამოსცემს, არ ყანყალებს არაფერი საერთოდ. ლამაზი პლანშეტი, მულტიმედია ნორმალურია,
აქ გვაქვს თითის ანაბეჭდი, რომლითაც ავტომობილს ხსნით. წინააღმდეგ შემთხვევაში თითის ანაბეჭდის არ ქონის შემთხვევაში პაროლი იქნება აუცილებლად დასაკრები, ასევე გვიყურებს, რა თქმა უნდა, ლაივ რეჟიმში გვაკონტროლებს კამერა, რომ არ ჩაგვეძინოს და სადღაცას არ მივეჟღვლინდოთ. შეხებით ძალიან კომფორტულია, აი ესეთი ეს ჩვენი საჭე და თან ჩვენი ღილაკებიც კარგია, აქ კი პლასმასია, მაგრამ აი ეს მეტალის ღილაკები კარგია, მეტალის შიფტერები, რომელიც რამდენად გვჭირდება, არ ვიცი, მაგრამ კარგია. ჩვენი, ესე რომ ვთქვათ, შუშების საწმენდის და ფარების კონტროლები, რომელზეც აი სიფტყეები აქვს უკან, აი კარგად ამოწიო, კარგად მოგხვდეს ხელში და ჩვენი გადავრცველი, აი ეს მინდა რომ გამოჩნდეს აუცილებლად. შეიძლება მინახავს ესეთი გადამრთველი, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს და არ უმჯდავარ ვარ ავტომობილში დიდხანს, რომელსაც გქონია ესეთი და რაღაცნაირად ინოვაციურია, მომწონს ცუდი არა, მიჩვევა ჭირდება, უბრალოდ ცოტა დისკომფორტი მომენტებში შემიქმნა, რომ აი კი ლოგიკურად დეწინა და ერი უკან, მაგრამ მაინც უყურებ, რომ აი ესეა თუ ესე რა, აი შეხედვა გინდა მაინც. რაც შეეხება ჩვენ ეკრანზე რაც ხდება, მულტიმედია არ ჭედავს, ეს არის Hyundai-ის ხარე, ეს უკვე CarPlay, არ ჭედავს დააპდეიტებული ვერსია, კარგია, არ აგვიანებს, არ არის რაღაც შემაწუხებელი, Hyundai-ს ახასიათებდა ეგ პრობლემები მე მყავდა Kia და არ განსხვავდება ეს ავტომობილები დიდად ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ქვებრენდები არის უბრალოდ და მორჩა ერთი დიდი ჰოლდინგის წევრები არიან ორივე. მათ ჰოლდინგში ასევე შედის Genesis-იც და ბევრი ჩემ Kia-ს ჰქონდა რაღაც პრობლემები, რასაც აქაც ვეძებდი და არ იყო. ასევე საინტერესო ფუნქცია ერთ-ერთი, რომელიც გვაქვს არის ესე, როდესაც მაჩვენებელს ჩავრთავთ, აი აქ ამოგვინათებს კამერიდან, სარკის კამერიდან რა ხდება ჩვენ მარჯვნივ გადასასვლელ ზოლში, შესაბამისად გსურს მარცხენა მხარეს გადასვლა, მარცხენა ჩავრთავთ, გამოჩნდება მარცხენა კამერა, სადაც ამ წამს თავისუფალია შეუძლია გადავიდეთ. რაც შეეხება სიარულს, საკმაოდ რბილად დადის, მომწონს, კომფორტულია, არც დისკების სიდიდე არაფერი არ გვაწუხებს. ნამდვილად კომფორტული SUV-ა. საჭე ადულად მართვადი, რბილი, ჯაჯგური არ მიწევს, სიმძიმეს არ მაგრძნობინებს. და რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანია, ცოტა ფიცხიც არის, იმიტომ რომ ავტომობილი საკმაოდ დიდია და ეგ სიფიცხე გვჭირდება აუცილებლად იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლად გადავადგილდეთ. რაც გულისხმობს სიფიცხეში, ტურბინირებული ზრავია 2 და 5 და აი როგორც კი დააჭერ, მალევე თითქოს აი დაყოვნების გარეშე პასუხობს, რაც ასიამოვნოა. მომწონს იცით რა კიდევ? ძალიან მომწონს აი ეს ნაწილი. და რატომ მომწონს ეს ნაწილი? ეხავე აგიხსნით. ჩვენი ტელეფონები არის ესეთი, ცოტა აქ ადგილი აქვს, ესე რომ ვთქვათ, კამერის, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, ყოველ შემთხვევაში Apple-ის პატრონებს, რომ ტელეფონი ისე დავდოთ, რომ wireless-მა პირდაპირ დაინახოს, ეს ძალიან ხშირია. პირველად არ არის ესე აბსოლუტურად ყველა ავტომობილში, რომელიც გადაგვიღია, ეგ პრობლემა გქონდა, ჩემს Zig-შიც, GT-შიც, ყველგან. არა აქვს. აქ ხედავთ ესე პატარა წამოწევას, აი ამ ნაწილს, რომელიც გვაძლევს აბსოლუტურად პირდაპირ წვდომას, რომ კარგად დავდოთ, აი ესე. ეგრევე მომენტალურად ხედავს ჩვენი wireless დამტენი, უსადენო დამტენი ტელეფონს, ტელეფონი იტენება, რა ძალიან კომფორტულია, არ აქვს გაგრილება, სამწუხაროდ ფიქრობ აქ რომ ზედა არ ყავს ტელეფონს, ტელეფონი ძალიან გადახურდება, მაგრამ გვაქვს ასევე ჩვენი გვერდით ჯდომისთვის, ასევე კიდევ ერთი ტელეფონის დატენვის საშუალება, რა თქმა უნდა, პორტები. ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც ამ ავტომობილს აქვს, რომელიც არცად არ მინახავს არასოდეს, არც კი გამიგია, რომ სხვა ავტომობილში ეს ფუნქცია არის, აი ეს ღილაკი, რომელსაც აქ ხედავთ, UVC, ეს არის დეზინფექცია ნივთების, რომელიც ხდება აი აქ, აი ამ ღილაკს დავაჭერთ. აქ შეგიძლია დადოთ ნებისმიერი ნივთი და განათების საშუალებით მოახდენს მის დეზინფექციას. არ ვიცი საიდან მოიტანეს და რატომ გადაწყვიტეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი არის მათთვის, გააკეთეს და რაღაცნაირად დამატებითი საინტერესო ფუნქცია, რატომაც არა მივესალმებით, რაც მეტი ახალი და ინოვაციური იქნება, თანახმავართ. კი, ეს ავტომობილი უკვე დიდი ხანია გამოდის და შეიძლება ზოგისთვის ეს ინოვაცია არ იყოს, ეს მოსმენილი აქვს, გაგებული აქვს და იცის, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ნამდვილად არ არის ხშირი. არც ჩინელებში არ მახსოვს, აი ხო ვცდილობ რომ გავიხსენო ჩინურ ავტომობილს რომელიმეს თუ ქონდა და არ მახსენდება. კომფორტული ავტომობილია, არაფერი გვაწუხებს. დანარჩენი
რაც ამ ავტომობილს ასევე საინტერესო აქვს, შეგახსენებთ $35,000 ფარგლებში გულისხმობ, მაგიტომ არის ეს ყველაფერი საინტერესო და არა იმიტომ, რომ რაღაც სასწაულია. არა, ფასიდან გამომდინარე, ერთ-ერთი არის ჩვენი ორმაგი შუშები. ორმაგი. დიახ, ორმაგი. მაგის გამო არის ხმის დახშობა ძალიან კარგი. საერთოდ არაფერი არ შემოდის, შეგვიძლია რომ ვიჩურჩულოთ და ერთმანეთის მაინც იდეალურად გვესმის. მომწონს, ოჩახ. რა არ მომწონს? მოდი გადავიდეთ იმაზე რა არ მომწონს. აი ეს არ მომწონს. თუ აი ესე თვალებში არ უყურე ამ კამერას და აი ვიყურები დედას გეფიცები, ვიყურები და ყოველ მეორე წამს არ უფიცე და არა, ზოლს ოდნავ შევიხე, თორე არ მეძინება და არ გადავარდები. თუ აი ყველაფერი ცალ-ცალკე ყოველ ჩაჯდომაზე ახლიდან არ გამორთე, ტვინს ბურღავს. ბევრი იტყვის ახლა რომ ერთხელ გამორთავ და სულ გამორთული იქნება, კი, მესმის, მაგრამ არის რაღაც ფუნქციები, რომელსაც მთლიანად ვერ გამორთავ და აი ნერვებზე მოქმედებს. დაგტანჯა გადაღებისას, მინდა რომ არ შემოვიდეს ზედმეტი ხმა, მაგრამ აი ტინ შემოდის. მოგვიშალა ნერვები, ეს მინუსია. ბიჭო, გიყურე, ბლად, ტვინი არ მომწონს კიდევ ერთი რამ. არ მომწონს რომ აი ამ ადგილას ყველაფერი აბსოლუტურად უნდა ვმართო. აი ამ ნაწილში გულისხმობ, ღილაკების გარეშე არის სენსორული. გარდა ვიზუალისა, რატომ აწუხებს ეს ყველაფერი? ჯერ ძალიან პატარაა დასაჭერად. მე აი არ ვზივარ ახლა მე ძალიან უკან. ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, ბევრად უკან უნდა ვიждე, მაგრამ არ ვზივარ. ცოტა უფრო ესე მიყვარს დომა. მაინც ვერ ვწდები კომფორტად. რაღაცნაირად აი უნდა ვეძებო და აქ უნდა ვიყურო და ვაი, ესენი ლამაზია. მიუხედავად იმისა, რომ იქით არ მომეწონა, ესე რომ ვთქვათ, ღილაკების სენსორული, ჩვენი ესე რომ ვთქვათ, პატარა წრე, რომელიც აკონტროლებს ტემპერატურის აწევას და ტემპერატურის დაწევას, მომწონს, დანარჩენი ღილაკებიც მომწონს, drive mode-ების შეცვლაც მომწონს, ყველაფერი მნიშვნელოვნად ლამაზია. ორი ცალი cup holder-ი ძალიან კარგია, კომფორტულია და თან, ანუ წარმოიდგინეთ, განიერია ახლა ეს სივრცე, თვითონ ავტომობილის განიერე კუბიკური ფორმის არის მთლიანად რა. და მაგის გამო მაგარ ბევრ სივრცეს ქმნის, იმიტომ რომ ეხა აქ გაჭედილად არ ვგრძნობ თავს, აი არანაირად გაჭედილად არ ვგრძნობ თავს, პირიქით კარგად ვზივარ და ბევრად უკან შემიძლია რომ მივიდე, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის. რავი, ხოჩახ. აი აქ კი პლასმასია ნახეთ, აი აქ პლასმასია რა, ეხა შეგაპარებს მომენტებში ამ პლასმას. აი აქ ტყავი არის, აი ესეთი მაგარი ტყავი არა, როგორც აქ გვაქვს და აქ გვაქვს მაგალითად, მაგრამ ტყავი არის გადაკრული პლასმასზე, იმის იქეთ უკვე პლასმასია, head-up display, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ ავტომობილში. გთხოვთ, ჩასკროლეთ ქვემოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააჭირეთ ძალის ხილაკს და აუცილებლად ასევე დაგვილაიქეთ ვიდეო და დაგვიკომენტარეთ, რას ფიქრობთ, როგორია ჩვენი დღევანდელი ავტომობილი, ძალიან ბევრი კომენტარი მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო ყოველდღიური ავტომობილი ოჯახის რომ გადაიღო, კარგი იქნება. შესაბამისად დღეს შემოგთავაზეთ უახლესი Santa Fe.